so happy and proud. მე ვარ ქართველი, მაშასა და მე ვარ ევროპელი. ამ ქვეყანაში ძალიან დიდხანს არ შეიძლებოდა საუბარი რაღაცაზე, ხო? ნუ მუდმივად შერიგების პროცესში ვიყავით ერთმანეთთან და ეხლაც სადღაც მანდ ვართ. ცუდი რაღაც უნდა ვთქვა. თუ გახსოვთ ესე 9 აპრილის წიგნი ფოტოსურათებიანი, რომელიც მართლა თბილისში ყველა ოჯახში იდო. რამდენ ადამიანს აქვს ეს გადაშლილი და მართლა დათვალიერებული. აბა საშუალო სტატისტიკური 50 წლის ადამიანი გავაჩეროთ 100 და რამდენი გეტყვის რომ 9 აპრილს აუცილებლად იქ იყო და რამდენი სინამდვილეში არ ყოფილა და არც ჩაუვლია. მონოყოლებიდან ვიცი რომ თბილისში სამხედრო გადატრიალების რუსთაველზე სროლის პარალელურად საბურთალოზე ჩატარდა მის საბურთალო 92 თვეში. და ახლაც, როდესაც აი რამდენიმე კვირის წინ იყო სულ აჭარაში, ბათუმში ორი ბავშვი დაიღუპა და ამის პარალელურად ფილარმონიის კონცერტულ დარბაზში იყო იუმორინა და არც გამომსვლელს ამ იუმორინაზე და არც საყურებლად მისულ ადამიანს, ვინც ეს ამბავი იცოდა, იქ ბევრნი იყვნენ ალბათ, ვინც არ იცოდნენ ამ ფაქტის შესახებ, მაგრამ ვინც იცოდა, ხომ მივიდა და ხომ არანაირად ერთი წამი უხერხულობის განცდა არ შექმნია. ამას ვერ თუ არ ვსწავლობთ, თუ ესეც შეიძლება ჩვენი ჩამკეტი მექანიზმია, რომ რაღაცა ყურის ძირში ხდებოდეს და არ ვიღებდეთ. მივდივარ უნივერსიტეტთან და არის 50 სტუდენტი და ვკითხულ უფრო სტუდენტები სად არიან. სტუდენტები არიან სუპერმარკეტებში, სტუდენტები არიან რესტორნებში, კაფეებში და სერვისში დასაქმებული და მოსახლეობის უდიდეს ნაწილს უწევს ფიზიკური გადარჩენისთვის ბრძოლა და ეგზისტენციალური საფრთხე, რომ საქართველო იქცევა რუსულ გუბერნიად, ბევრად უფრო შორია მათთვის, ვიდრე ის, რომ დღეს სახლში საჭმელი კონდეს. და როდესაც ჩვენ ქვეყანაში სიღარიბე ასე გამოგვეპარა, რომ ახლა გადარჩენისთვის უფრო მეტ ადამიანს უწევს ბრძოლა ვიდრე იდეალებისთვის, მან გინდა არ გინდა საზოგადოებას წაგებული გაქვს და მაგაში დამარცხებული ხან. იგივე ხდება ჭიათურაში, იგივე ხდება ტყიბულში, იგივე ხდება შუქრუთში, ხო? ანუ და იგივე ხდება თბილისში. ჯერ კიდევ არიან ადამიანები, ვინც ამბობენ, რომ მე იმასთან ერთად იქ ვერ დავდგები და ეს მაქვს საკუთარ თავზე გამოცდილი. ქართულმა ოცნებამ ერთ-ერთი პირველი რაც მახსენდება, რომ დააშავა, იყო გაზპრომთან აპირებდა კონტრაქტის გაფორმებას და მე ვთქვი, რომ იქ არ გავალ, იმიტომ რომ ნიკა მელიადგას ან რაღაც. ესეთი ბევრი თვალის დახუჭვა ვამაქვს მე თვითონ ნაკადრები და ძალიან ბევრი გვაქვს ერს მთლიანად გაკეთებული, როდესაც მართლა არჩევნებით რო შეცვალე რაღაცა რევოლუცია რო არ დაჭერდა, ამას დიდი ნაბახუსები ქონდა და გინდა არ გინდა ხო რაღაცეებზე წაყურებაც გამოგვივიდა და თვალის დახუჭვაც გამოგვივიდა და ხანდახან წავაქეზეთ კიდევაც ჩვენი ჰიჰიჰი ჰაჰაჰათი. ჩემ თავთან დავალაგე ეგრე, რომ მშობლების თაობას ბრალი წაუყენოს მირჩევნია, რომ გავიგო მშობლების თაობამ რამე თუ დააშავა, რატო დააშავა, იმიტომ რომ მაგას როგორც კი გავიგებ და არ ვიქნები თავდასხმით პოზიციაში, მექნება რაღაცა რეფლექსიის ადგილი, რომ მე იგივე შეცდომები არ დავუშვენ. თუ ისევ ისეთი ქვეყანა ვიქენით, რომ მთავრობიდან მთავრობის ცვლილებამდე უახლოესი ისტორიის აღქმა და გაანალიზება შეიცვლება, მაშინ ეს ბრძოლა აქ და ახლა იქნება მოგებული და მომავალში, ესე იგი კიდე რაღაც შეგვშლია და კიდე არასწორად გადაგვითამაშებია. მაგრამ არა ხო, აქ ეხლა მგონი ფუნდამენტური რაღაც იცვლება და აქ რაც არის ყველა ჩვენი შეცდომა ერთ წერტილში იყრის თავს და ეხლა ამ შეცდომებს და მავნეჩვევებს ან მოვიშორებთ და ან ვერ მოვიშორებთ. მე მჯერა რომ ამას ბარათაშვილია. განწირული სულისკვეთება, ცუდად არ ჩაივლის. ამთავარი ეს განწირული სულისკვეთება, განწირული სულისკვეთებად არ გადაკეთდეს და ბოლო არ ჩაივლის რა. ტყუილად ვერ ის რომ
დამარცხება, ბელორუსიზაცია, რუსეთიზაცია დაშვებული გვაქვს ჩვენ ტვინში. იმას არ ნიშნავს, რომ ამ გზას რომ გავდივართ, ეს სადღაც ოდესღაც არ გამოგვადგება და სადღაც ნამდვილად ახალი თავისუფალი საქართველოს შექმნისთვის გამოცდილება არ გვექნება დაგროვებული. We are so happy and proud. მე ვარ ქართველი, მაშასა და მე ვარ ევროპელი.